მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და კარგებო. მშვიდობიან დღეს გისურვებთ. დღეს იქნება საჯარო გაშლა წყვილზე, სადაც ერთ მხარემ მიატოვა მეორე, ანუ ერთმა პარტნიორმა მიატოვა მეორე პარტნიორი და გვაინტერესებს რატომ მოხდა ესე, რატომ, აი რა მაიძულა ეს პიროვნება რომ დაიტოვებინეთ, მიეტოვებინეთ და რეალურად ვისაც გაინტერესებთ ელოდეთ თუ არა ამ პიროვნებას, ანუ შესაძლებელი იქნება თუ არა თქვენ შორის, ასე ვთქვათ, შერიგების პერსპექტივა, ხო? უნდა ელოდეთ თუ არა შერიგებას. მოკლედ, რატომ დაგშორდათ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება და უნდა ელოდეთ თუ არა შერიგებას ამ პიროვნებასთან. ჩაიფიქრეთ თქვენი სახელები და გვარები, დაბადების წლები, თვეები და რიცხვები და მოდი დავიწყოთ გაშლა, ხო? რატომ დაგშორდათ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, პირველი კითხვა და მეორე. რას უნდა ელოდოთ ამ პიროვნებისგან? ანუ შერიგდებით თუ არა? უნდა ელოდოთ თუ არა შერიგებას? რატომ დაგშორდათ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება და ელოდოთ უნდა თუ არა შერიგებას ამ პიროვნებასთან. ჩაიფიქრეთ და დავიწყოთ განხილვა ამ თემის. რატომ დაგშორდათ და უნდა ელოდოთ თუ არა შერიგებას. რატომ დაგშორდათ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება? ფონი გვაქვს. ვარსკვლავი ფონი ცალკე დავდოთ ამ კითხვის. ფონად ვარსკვლავი და მეორე კითხვა. უნდა ელოდოთ თუ არა შერიგებას თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებასთან. უნდა ელოდოთ თუ არა შერიგებას თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებასთან. სამკუთხედ. ფონი ასეთი მდგომარეობაა. მოკლედ დავიწყოთ ახლა ახსნა ამ ყველაფრის. ანუ შეხედეთ რა მდგომარეობა არის პირველი კითხვა, რომელიც არის შემდეგი, ანუ რატომ დაგშორდათ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. არკანების წყობა არის მოკლედ ძალიან ესეთი მაღალ არკანებთან გვაქვს საქმე და ფონად გვაქვს ჩვენ ჭრილები უმრით. მთვარი შემდეგ მოდის ვარსკვლავები, ეშმაკი და პენტაკლების დედოფალი, ხო? მოდი ახლა დავიწყოთ ამ ყველაფრის ესე აღწერა, ხო? ფონიდან დავიწყებ, ხო? რეალურად ფონი მთვარე რაც გვეუბნება, ხო? ურთიერთობაში, თქვენს ურთიერთობაში იყო გაურკვევლობა, ასე ვთქვათ, ინტუიციური ეჭვები, აი თქოს რაღაც ისი არ არის, ხო? ურთიერთობაში შინაგანი შიშებიც იყო, რაც რეალურად ამძაფრებდა ამ ასე ვთქვათ, გაუგებრობას ამ ურთიერთობაში რეალურად და ასე ვთქვათ, რაღაც საიდუმლოებებით მოცული იყო ეს თქვენი ურთიერთობა, რაღაც ყველაფერი ასე ვთქვათ ამ ურთიერთობაში, რომელზეც თქვენ ჩაიფიქრეთ, არ იყო ყველაფერი ნათელი, თითქოს რაღაცა ერთმანეთისგან საიდუმლოებები ჰქონდათ, რაცაც ერთმანეთს არ უყვებოდით, ხო? ეს მიუთითებს იმაზე, რომ ერთ-ერთი თქვენგანიან ორივე რაღაცას მალავდით, ან აი იცით როგორ მდგომარეობა აქვს შესაძლებელია, საკუთარ თავსაც კი არ უტყდებოდით, აი უმალავდით თითქოს, ხო? აი არ გინდათ რაღაცნაირად რეალობისთვის თვალებში ჩაგიხედათ, ხო? და არ აღიარებდით, ასე ვთქვათ, იმ სიმართლეს, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო ამ თქვენს ურთიერთობაში. ვარსკვლავებიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, ხო, შემდეგ უკვე ისე ტრიო რო გვეწყება უკვე ძირითადად რომლებიც გიყვება თქვენს ურთიერთობაში, ანუ რატო დაგშორდათ პიროვნება, ხო? რაღაცნაირად იყო იმედი ამ ურთიერთობის ასე ვთქვათ რეალიზებასთან დაკავშირებით, იდეალიზაციას ახდენით ამ ურთიერთობის ხვდებით, ანუ სულიერად რაღაცნაირად გიზიდავდათ ეს ურთიერთობა, ძალიან ასე ვთქვათ სიღრმისეულად. თქვენთვის ეს პიროვნება იყო შთაგონების წყარო, აი თუნდაც ხო რაღაცად ოცნებობდით მასზე, თქვენთვის იყო რაღაცა ნათელი წერტილი, რომელიც გინდათ რომ თქვენ აი იდეალი ცხოვრების ხვდებით ეს პიროვნება თქვენთვის ასე გაიდეალებული გყავდათ, ხო? თუმცა შესაძლებელია რაღაცნაირად ამ პიროვნებას თქვენთან მიმართებაში არ ჰქონდა იმის უნარი, რომ გაემართლებინა ეს თქვენი იმედები და ასე ვთქვათ შეესრულებინა ის ყველა ნატრა, რაც თქვენ მასთან მიმართებაში ჰქონდათ. ეშმაკის არკანი აქვე მიგვითითებს იმაზე, რომ თუნდაც თქვენ შორის რაღაცნაირად შესაძლებელი
შესაძლებელია იყოს ტოქსიკური მიჯაჭვულობა, ტოლვა, შიშები, ან აქ ძალიან სხვათა შორის შესაძლებელია ამ ურთიერთობაში ბევრი манипуლაციური ფაქტი ყოფილიყო, ხო? აი манипуლირებდით ერთმანეთზე, ან ერთი მხარე მეორეზე, ან ორივე ერთმანეთზე ხდები, ანუ შესაძლებელია იყოს თქვენ შორის ასევე ძლიერი ფიზიკური მიზიდულობა და ემოციური დამოკიდებულებაც ხდებით, ანუ რაღაცნაირად ემოციურად დამოკიდებულები რო ხართ ერთმანეთზე და აი არ იცით ხო, დაუფიქრდებით და ჩაუფიქრდებით თქვენ თავს, აი ეკითხებთ ხო თქვენ თავს, რომ აი არ ვიცი რა მემართება, რატო ვარ ასე ასე ვთქვათ, მიჯაჭვული ამ პიროვნებაზე, თითქოს იცით, რომ შესაძლებელი არ ყოფილიყო ეს თქვენთვის ჯანსაღი ეს ურთიერთობა, მაგრამ ნუ აი რა თავის კიძალა რო არ არის და მაინც მიჯაჭვული რო ხართ ამ ურთიერთობაზე და პიროვნებაზე, ხო? ასევე ხშირად ეს არკანი მიგვითითებს იმ ურთიერთობაზე, სადაც შესაძლებელია იყოს მესამე მხარე, რაღაცნაირად დაფარული და მალული ვნება ხვდებით, ან სამკუთხედის სტილის ურთიერთობასთან გვაქვს, ასე ვთქვათ, აქ შეხება, ეს არის ჩემი აზრი, რომ სამკუთხედია ამ ურთიერთობაში, ხო? პენტაკლების დედოფალი შემდეგ რას გეუბნება, ხო? ამ არკანი თუ ლინდება რაღაცნაირად პრაქტიკული, სტაბილური ქალი, ხშირად პარტნიორი, მაგალითად, ხო, თქვენი პარტნიორის პარტნიორი, მეუღლე თუნდაც რო ავიღოთ, ხო, შესაძლებელია იყოს მესამე მხარე, რომელიც ასე ვთქვათ, თანაარსებობს ამ ურთიერთობაში, აი პირდაპირ ვთქვათ, ხო, კონკრეტული სტაბილური ადგილი უკავია იმ პიროვნების ცხოვრებაში, რომელიც თქვენ ახლა ჩაიფიქრეთ და ამის გამო მან შეიძლება ვერ აირჩია თქვენთან თავისუფალი ურთიერთობა და თუნდაც აქედან გამომდინარე დააგშორდათ და წავიდა, ანუ არჩევანი თქვენზე არ გააკეთა, ხო? აი როგორც ასეთი თქვენ შორის იყო ასე ვთქვათ სულიერი მიზიდულობა, ძლიერი ვნება, მაგრამ ურთიერთობა ასე ვთქვათ დაჩრდილა გაურკვევლობამ, შიშებმა და სავარაუდოდ სხვა ქალის არსებობამ, სხვა ქალი ვინ არის, ხო, მისი სტაბილური პიროვნება, რომელიც თქვენამდეც არსებობდა მის ცხოვრებაში. ურთიერთობა იყო რაღაცნაირად შიგნიდან არასტაბილური და გარე ფაქტორებითაც შეზღუდული იყო, აი ამ არკანებიდან გამომდინარე, ხო, შესაძლებელია ეს ადამიანი ვერც ბედავ და ბოლომდე ნაბიჯების გადმოდგას თქვენთან მიმართებაში, ხო, ამას თქვენ ძალიან კარგად ატყობდით და დარჩა იქ და იმასთან, ვისთანაც ასე თქვენ პრაქტიკულად და უკეთესად ეწყობოდა, ხო, აი თავის სტაბილურობაში დარჩა, ხო, რომელიც მისი ყოველდღიური ცხოვრება იყო, ხო, სამკუთხედი ნამდვილად ჩანს აი ამ გაშლიდან და რეალურად სამკუთხედია ამ ურთიერთობაში, რომელზეც თქვენ ჩაიფიქრეთ, ხო, ეშმაკი პლუს დედოფალი, ხო, პენტაკლების ერთ სქემაში თითქმის ყოველთვის მიგვითითებს მესამე მხარეზე, ეს ყოველთვის ცალსახაა, ნათელია და ამას წყალი არ გაუვა, ხო? შემდეგი კითხვა რა არის, ხო, მოსალოდნელია თუ არა შერიგება, ხო, უნდა ელოდოთ თუ არა შერიგებას ამ პიროვნებასთან, ხო? რა გვაქვს? მქონად გვაქვს ექვსიანი თასები, შეხედეთ, აი აქაც იგივენაირად სამკუთხედური სტილის ურთიერთობა, მეთქი რა ვთქვი, ანუ წყალი არ გაუვა ამას და დარწმუნებულიც ვარ. ექვსიანი თასები და არკანები და არის, ხო? კვერთხების, ასე ვთქვათ, ტუზი, კვერთხების რაინდი და ოთხიანი კვერთხები, სულ კვერთხი და ფონი გვაქვს ერთ-ერთი თასი, ხო? რეალურად ახლა დავიწყოთ ფონით. ექვსიანი თასები რა არის, ხო? დაბრუნება, წარსულში, ნოსტალგია, ძველი კავშირების აღდგენის სურვილი, თუნდაც ხო ეს არკანი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ერთი ან ორივე მხარე ჯერ კიდე ფიქრობთ ამ ურთიერთობის აღდგენაზე, მით უმეტეს თუ კი ურთიერთობა გქონდათ რაღაცნაირად სულიერ სიღრმეებში, ასე ვთქვათ, გასული და გამჯდარი და რეალურად ასეც იყო ამ არკანებიდან გამომდინარე. ექვსიანი თასები ჩემთვის ყოველთვის არის ძალიან კარგული არკანი, ზოგადად ექვსიანი, ზოგადად ექვსთანაც ასოცირდება, ექვსიანი ხმალი, ექვსიანი თასი, ექვსიანი კვერთხი და ექვსიანი პენტაკლიც. ჩემთვის ძალიან კარგული არკანია, როგორც 10-იანი, ასე ვთქვათ, 10-იანთან ყველა, ასე ვთქვათ, მასტის დახასიათება რო ვიყოთ, ხო? აი, ეხლა რაც აქ მკაფიო ჩანს ის არის, რომ სამკუთხედია, მithmes ოთხიანი კვერთხებსაც ვხედავთ, აქვე პენტაკლების დედოფალს უწოდება, ეს პენტაკლების დედოფალი აქ, ოთხიანი კვერთხები მის ქვემოთ, ხო? ესეც რო წავიკითხოთ რეალურად, ხო? ჩვეულებრივად. ანუ კვერთხების ტუზი რეალურად ნიშნავს ახალი ვნების ალს, ხო? აი ახალს, რაღაც საწყის, ხო? მოულოდნელ იმპულსს თუნდაც, ხო? ურთიერთობაში შესაძლოა ისევ გამოგეხმაუროთ, როგორ იცით, აი სექსუალური უკაცრავად წყვითის მიზიდულობის ან გზნობის ამოფრქვევა
გრძნობების ნიადაგიდან გამომდინარე, ხო, თქვენ ამ ადამიანს ფაქტია, რომ იზიდავთ რეალურად ნახე ვარსკვლავის ქვეშ, ასე ვთქვათ, ეს არკანი ძალიან ბევრს გვიყვება, ანუ ვარსკვლავი და კვერთხების ტუზი, ანუ თქვენ იმისთვის ხართ რაღაც შთაგონების ნების წყარო, რომელთანაც აქვს ჩვეულებრივად ისეთი მიჯაჭვულობა და მიზიდულობა, რომ უნდა რა თქვენთან ყოფნა პიროვნებას, რა მოდი ესე ვთქვათ, ხო, კვერთხების რაინდი, რომელიც შემდეგ მოსდევს რეალურად კვერთხების ტუს, ანუ ეს არის პიროვნება, რომელიც კვლავ ინარჩუნებს თქვენ და მიზიდულობას, რა თქმა უნდა, ინარჩუნებს, ამას ცალსახად არ გაუვა წალი, ხო, მაგრამ არის იმპულსი და არასასახარბიელო სტაბილური მდგომარეობა, თუნდაც ამ ურთიერთობის იქით, რომელიც მასთან არსებობს, ხო. შერიგება შესაძლებელია მოხდეს, მაგრამ დროებითად და ასე ვთქვათ, არამდგრადი ხასიათის იყოს ეს შერიგება თქვენს შორის, ხო. 4-იანი კვერთხები აქვე რას გვემოწვევა, ხო, საერთო სივრცე შეხვედრა, სტაბილურობის მომენტი, ხო, შეიძლება მოხდეს კონტაქტი, შეხვედრა, ან თუნდაც დროებითი გაერთიანება თქვენს შორის. დროებითი რატო? იმიტომ რომ 4-იანი კვერთხები მაინც წარმოადგენს რას, ხო, ოჯახის არკანს და პიროვნება, ასე თუცა ვკითხოთ, პენტაკლების წეღანაც აღვნიშნე, ხო, 4-იან კვერთხებთან პენტაკლების დედოფალი. ან სტაბილურობაში მყოფ პიროვნებაზე გვაქვს მაინც საუბარი და რა თქმა უნდა ეს იქნება რაღაცნაირად როგორ ვთქვათ, ხო, გაერთიანება, მაგრამ კითხვა ისმის შემდეგნაირი, ხო? რამდენად გრძელვადიანი იქნება ეს დაბრუნება და მოკლედ ეს მასთან შერიგება, რომელსაც თქვენ დაელოდებით. ანუ შერიგება მოსალოდნელია ნამდვილად, სავარაუდოდ ნებით დატვირთული კონტაქტი იქნება აუცილებლად და ანუ გრძნობების აი ეს ვთქვათ აფეთქება, ხო? რაღაცნაირად აი ბუმ რო იფეთქებს თქვენ შორის გრძნობები, რომელიც წარსულის ნოსტალგიას ეფუძნება რეალურად, ხო და რომელიც დავიწყებაც ასე ვთქვათ ძალიან რთულია, იმიტომ რომ ანუ არის თქვენ შორის ეს მიჯაჭვულობა და ემოციური, ფიზიკურიც რა ყველანაირი, ხო? თუმცა ეს ნაბიჯი შესაძლებელია ემოციური იმპულსზე იყოს, ასე ვთქვათ, აგებული და არა რეალურ, ასე ვთქვათ, რეალური სერიოზულობის საფუძველზე ხვდებით ეს შერიგება, თუნდაც რაც თქვენ შორის მოხდება. თუ მესამე პირი კვლავ აქტიურია მის ცხოვრებაში, ეს ურთიერთობა კვლავაც ეკმოდებარება რყევებს და აუცილებლად ის იგივე მდგომარეობები იქნება, როგორც ახლა არის განვითარებული თქვენ შორის და რეალურად ახლა ხედავთ აქ მესამე პირის არსებობას და თუნდაც შესაძლებელია როგორ ვთქვათ, აქ სხვანაირად შეგვიძლია არკანები წავიკითხოთ, რომელიც საერთოდ არ შეცვლის მაგალითად ის ტექსტი, რომელიც შეიძლება გავაჟღერომე, ხო, ამ ასე ვთქვათ, ამ ურთიერთობაზე, ხო, არ შეცვლის იმას, რომ სამკუთხედი ერთობ, შესაძლებელია ისიც იყოს, რომ ყოფილი პარტნიორი იყოს, თქვენი პარტნიორის ყოფილი პარტნიორის სტაბილურობაში მყოფი მისი ყოფილი მეუღლე, რომელიც თვალიდან გამომდინარე არ აძლევს საშუალებას ამ ურთიერთობას, რომ შედგეს თქვენი ურთიერთობა და წელში გაიმართოს, რადგან არ არის ეს ქალი მზად, რომ დათმოს თავისუფლად ყოფილი მეუღლე და უნდა და ისა, ასე ვთქვათ, იმედი აქვს იმის, რომ დაიბრუნებს რეალურად თავის ქმარს და ანუ არ არის მზად, რომ ვინმეს მისცეს, ანუ გაუყოს, გაუზიაროს თავისი ქმარი და ასე შემდეგ, ხო, იმიტომ რომ თავისთვის უნდა ისე უკან დასაბრუნებლად. აი შეხედეთ თითქოს აქაც არკანი რას გვეუბნება, აი ძალიან უცბად ახდენს, ხო, თუნდაც ავიღოთ, რომ აი ამ სიტუაციაში ეს არის მისი სტაბილურობაში მყოფი ქალი ან ყოფილი, რომელთანაც შესაძლებელია აკავშიროს რაღაც ვალდებულებები, თუნდაც იმიტომ, რომ შესაძლოა ყავთ საერთო შვილები და ამ ქალს უნდა რეალურად აღადგინოს ეს კავშირი მასთან და ძალიან რეალურად არ აძლევს ამ ურთიერთობას, თქვენს ურთიერთობას, განვითარების საშუალებას, იმიტომ რომ უნდა კვლავ რო თავის ქმარი თავისთან, ასე ვთქვათ, ყოფილი ქმარი თუ თავის მეუღლე თავისთან იყოს და აქედან გამომდინარე რაღაცნაირად ძალიან განიცდის და ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის რეალურად რომ თავისი მეუღლე დაიბრუნოს, ხო? ეხლა რეალურად მოდი ამ კითხვაზე პასუხს გავცემთ ესეთი ასე ვთქვათ მოკლე შეჯამებით, ხო? თქვენი ესეთი ურთიერთობა შეიძლება იყოს სავსე ძლიერი ემოციებით, ნებით, ნამდვილად და ინტუიციური კავშირით დაწყდებით, ან თქოს რაღაც კარმულ კავშირთან გვაქვს საქმე და ყოველთვის სხვათა შორის, როდესაც ამოდის ეშმაკი ეს არკანი კარმულ ურთიერთობაზეა საუბარი, ერთობ ამაზე ამ საკითხზე ვერ შემეკამათება, კარმული ტიპის ურთიერთობაა ნამდვილად ეს და სამკუთხედი აშკარად არის ამ ურთიერთობაში და
პარტნიორი, ასე ვთქვათ, თქვენი პარტნიორი ვერ აღმოჩნდა საკმარისად თავისუფალი ან გამბედავი, თუნდაც რომ თქვენსკენ ბოლომდე წამოსულიყო. შედეგება შესაძლებელია, შესაძლებელია, მაგრამ როგორ არის იცით, რომ საჭიროა ფრთხილად, ასე ვთქვათ, მოიხედოთ გვერდებზე, იმიტომ რადგან რაღაცნაირად სანამ რამენაბიც გადადგავთ 100-1000 რომ აწონოთ და მე გაჭრათ, იმიტომ რომ იგივე საფრთხეები, აი საიდუმლოებები, ერთმანეთსგან დამალული რაღაცების სხვა პირის ჩარევები, ემოციური არასტაბილური მდგომარეობები ამ ურთიერთობაში ისევ რჩება და ამას წყალი არ გაუვა, იმიტომ რომ რეალურად მიზეზიც ის არის, ხო, რატომ დაგშვერდოთ პიროვნება, არ აქვს მნიშვნელობა ყოფილი პარტნიორია, მისი დავალდებულებები აქვს მასთან მიმართებაში, თუ პასუხისმგებლობები, თუ ახლანდელია, იგივე რაკურსი რჩება ურთიერთობაში. ასე ვთქვათ, აქედან გამომდინარე მოხდა ეს ყველაფერი, რომ ერევა ეს მისი, ასე ვთქვათ, მესამე თქვენს ურთიერთობაში მესამე, ან სხვა პირი ამ ურთიერთობაში და არაძლევს თქვენ ურთიერთობას განვითარების საშუალებას, თუნდაც ამ манипуляციების, ეჭვიანობის, ჩარევების მაგიურად თუნდაც ხო საფუძველზე და ამ ნიადაგზე. და აქედან გამომდინარე, ამ პიროვნებას მთვარიდან გამომდინარე, თუნდაც რო ავიღოთ, ხო, რატო დაგშვერდათ, ხო? რაღაცნაირად არეულობა აქვს, აი აჯაფსანდალი აქვს ტვინში რო ავიღოთ ასეთი პასუხი, ხო? ვერ გავუკვირდეთ, თუნდაც არ იცის რატო იქცევა ისე, როგორც იქცევა, რომ მკითხო რატო, შეიძლება გიპასუხოს, რომ არ ვიცი, შეიძლება ქცევებშიც რაღაცა ასე ვთქვათ, პიროვნებას, თქვენს მიერ ჩაფრთხებულ პიროვნებას რაღაცნაირად აი რა ვიშიატყოთ უცნაურობები, ხო? ეს არის გამომდინარე იქიდან, რომ ამ პიროვნებაზე არის, ასე ვთქვათ, თუნდაც манипуляციური, ასე ვთქვათ, ზემოქმედებები, თუნდაც ენერგეტიკული ზემოქმედებები, თუნდაც ავიღოთ მაგიური ზემოქმედებები, რომლებიც არაძლევენ აი ამ კონკრეტულ თქვენს ურთიერთობას, განვითარების საშუალებას და უბინდავენ ამ ადამიანს გონებას, იმ დონეზე, რომ ეს პიროვნება ვერ გიჩვევთ, ვერ მოდის თქვენთან და თქვენკენ ახალი საწყისით და თუ მოდის ისევ მიდის და ესე ერთ წესად დატრიალებთ წინ და უკან. რაღაცნაირად ესეთი გაშლა გამოგვივიდა, ვისთვის იყო ეს გაშლა, არ ვიცი, სამკუთხედური სტილის არის და ეს ურთიერთობა ეხება იმათ, სადაც პიროვნებამ თქვენ მიგატოვათ, წავიდა თქვენგან და თქვენ ვერ გაგირკვევიათ რა ხდება მისაღზე, გინდათ რომ გაარკვიოთ, აი ესეთი მდგომარეობა თქვენს ურთიერთობაში დღესდღეობით. ეს იყო ჩვენი გაშლა, საყვარელი გაშლა, შესაძლოა კიდე ჩავწერო ერთი საჯარო გაშლა დღეს, ნახოთ დროიდან გამომდინარე, დროის ფაქტორებიდან გამომდინარე, რამდენად შევძლებ, არ არის გამორიცხული, მაგრამ ვფიქრობ, რომ საინტერესო გაშლა იყო და რაღაცნაირად აქტუალურია დღეს ეს თემა, თითქმის ერთი რამდენი, აი თქვათ, ჩემი გოგოები ხო, ვინც ჩემთან არიან და ვისთანაც ასე ვთქვათ, წმენდებს ვატარებთ და დაცვებს ვატარებთ, თითქმის ესეთი სიტუაციები აქვთ რა, ძალიან მომრავლდა, გამრავლდა და ძალიან სასაცილო მდგომარეობა რა არის, იცით რა მაცინებს ყველაზე მეტად, რომ თითქოს ცოლის მხრიდან უფრო უნდა იყოს რაღაც იმ საკითხზე ზრუნვა, რომ აი ჩემი იყო ქმარი, კარგად იყოს, არაფერი დაემართოს და მოდი გავწმინდოთ, არა. პირიქით, ცოლები ზემოქმედებენ მაგიურად თავიანთ ქმრებზე, შოქში აგდებენ, კლავენ კიდევაც ზოგიერთ შემთხვევაში, ოღონდაცა და არ წავიდეს მისგან და ასე ვთქვათ, სხვა პიროვნებები, მესამე პიროვნებები, თუნდაც აი ვთქვათ, რომ ავიღოთ თქვენი სიტუაცია, ვცდილობთ, რომ ეს ადამიანი გადაარჩინოთ და რაღაცნაირად მოიყვანოთ აზრზე, თუნდაც იმით, რომ აი არაფერი დაემართოს ჯანმრთელობიდან გამომდინარე, ფსიქიკიდან და გამომდინარე, ხო? აი მე თუ მკითხავთ, ეს არის სიყვარული და არა ის, რასაც მეუღლეები ცდილობენ თავიანთ ქმრებთან მიმართებაში, ქალები, რომ აი შეინარჩუნონ ეს ადამიანი, თუნდაც იმის, ასე ვთქვათ, ფასად, რომ მოკლან, ჯანმრთელობა გაუნადგურონ, თუ ჩემი არა არც იმის და ესეთი მდგომარეობა, რომ ეს არ არის სიყვარული, ეს არის უკვე ტოქსიკური დამოკიდებულება ამ პიროვნებასთან მიმართებაში, რომ აი მორჩა რა, თითქოს გეგონება ერთხელ რომ ასე ვთქვათ, დაქორწინდებიან ერთმანეთზე, კუბოს პიცრამდე ერთად უნდა იყვნენ, რა მე არ ვფიქრობ ასე, რომ ესე უნდა იყოს, სადაც აღარ არის სიყვარული და არის ტოქსიკური ურთიერთობა, ერთმანეთი უნდა გაუშვათ, რომ შეძლოთ თავისუფლად ცხოვრება. ეს არის ჩემი აზრი, არ აქვს მნიშვნელობა. პირადი იქნება ეს, მეგობრული ურთიერთობა იქნება თუ რაც იქნება, სადაც
აღარ არის ჯანსაღი ურთიერთობა შენარჩუნებული სიჯანსაღი არ არის და ტოქსიკურობაში გადადის ეს ურთიერთობა უნდა დაიშალოს იმისთვის რომ არ გააფრენინოთ არ გააგიჟოთ ერთმანეთი და რაღაცნაირად ჯანმრთელობა არ შეურყიოთ ფსიქიკასთან ერთად ერთმანეთს ხო კარგად იყავით შემოკარგება მშვიდობიან დღეს გისურვებთ და ყველაფერს საუკეთესოს ცხოვრებაში საღი აზროვნება მისურვებია თქვენთვის ყველასთვის ყველაზე კარგი რაც არის საღი აზროვნება და არავის დაავიწყდეს საბოლოო ჯამში თავარი სიტყვა უფალს ეკუთვნის. მას ჩვენ ვერაფერს დავუმალავთ და ცოტა აზრზე ვიყოთ რას ვაკეთებთ და გავთვალოთ ჩვენი ყველა ნაბიჯი, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, დუნება ძალიან ძლიერია და ეშმაკს არ ძინავს, რომ იტყვიან. დაგემშვიდობებით, კარგად იყავით.